მოგესალმებით. ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს შემოგთავაზებთ ბავშვებისთვის ძალიან საჭირო და საინტერესო ზღაპარს. ამ ზღაპარს ქვია პატარა გემი, რომელსაც სწავლა არ უნდოდა. თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი არხი, მოგეწონებათ ეს ზღაპარი, გამოიწერეთ არხი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ. ეს ზღაპარი შეადგინა ფილოლოგმა ლალი აფციაურმა. თემები, რომელიც არის ამ ზღაპარში, ასეთია. ეს არის უარყოფითი დამოკიდებულება სწავლის პროცესისადმი, ცოდნის შეძენის მნიშვნელობის და საჭიროების მიუღებლობა და ცოდნის დაფასება. პატარა გემი, რომელსაც სწავლა არ უნდოდა. დიდი ლურჯი ზღვის ერთ ლამას ყურეში ყუდრო და მოხერხებული ნავსადგომი აეგოთ, რომელშიც ყოველდღე შედიოდნენ და გადიოდნენ გემები. ყურეში ერთი პატარა გემიც იდგა. ის არასდროს მიდიოდა სადმე, საერთოდ არც დაცურავდა. ნავსადგომის კუთხეში მიყუჟულიყო და იქიდან ადევნებდა თვალს ყურიდან გასულ გემებს. ზღვის უკიდეგანო სივრცეში რომ უჩინარდებოდნენ და ახტაცებული ხვდებოდა ახლებს, ტალღებზე ამაყად რომ მოირწეოდნენ და იმდენი ამბავი მოჰქონდათ იდუმალი შორეული ადგილებიდან, აქამდე რომ გამოევლოთ. ყველა გემს უამრავი რამ ენახა და შესწრებოდა. ყველა მათგანს თავისი ამბავიც ჰქონდა, საკუთარი ისტორია, რომელსაც ზღვაში ყოველი გასვლისას რაღაც საინტერესოს ამატებდა და იქიდან უფრო გამდიდრებული, დაბრძენებული, საკუთარი თავით ამაყი და უფრო თავდაჯერებული ბრუნდებოდა. თვალუწვდენელ სივრცეებში თამამად მონავარდე ამ მრავლის მცოდნე და მრავლის მნახველ გემებს ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა რომ შეეძლოთ, ადამიანები ყოველთვის პატივისცემით, ახტაცებითა და სიხარულით ხვდებოდნენ. პატარა გემი კი იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს. ასეთ დროს მოიწყენდა ხოლმე. გული სევდით აივსებოდა და ოხრავდა. მასაც უნდოდა ასე ხვარებოდათ ადამიანებს, ასეთი სიხარულითა და პატივისცემით დახვედროდნენ და გაეცილებინათ. მაგრამ სად უნდა გაეცილებინათ? ის ხომ არსად მიცურავდა. ნავსადგომი ერთხელაც არ დაუტოვებია და ღია ზღვაში არასოდეს გასულა. არა, შიშარა ნამდვილად არ ეთქმოდა. პატარა იყო, თუმცა გული დიდი ჰქონდა და ქარიშხალს არასდროს უშინდებოდა. მაგრამ იცოდა, შორს რომ გაეცურა, იქ ბევრი უცხო გზა დახვდებოდა. მათი გაგნება ძნელი იქნებოდა და შეიძლებოდა დაკარგულიყო კიდეც, თუ არ ისწავლიდა. თუ არ ისწავლიდა იმ უცნობ სივრცეებში როგორ ეცურა. არადა სწავლა საერთოდ არ უნდოდა. ყველაფერი დანარჩენი კი ბატონო, მაგრამ სწავლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. და ერთხელ, როცა ისევ ოცნებით სავსე მზერით გაჰყურებდა ზღვის სილურჯეს და უყურებდა ამ ულამაზეს გემებს და იმ საინტერესო თავგადასავლებზე ფიქრობდა, რომლებიც ამ გემებს შეიძლებოდა გადახდენოდათ,
თვითონ კი თვალითაც ვერასოდეს იხილავდა, სანამ ერთ ადგილზე უძრავად იდგებოდა, პატარა გემმა გადაწყვიტა. მორჩა, ასე ვეღარ ვიქნები. მეც გავალ ზღვაში და სხვებივით შორს გავცურავ. მერე რა თუ ბევრი რამე არ ვიცი. სამაგიეროდ უშიშარი ვარ, გაბედული და ესეც საკმარისია. პატარა გემი დიდ მოგზაურობას შეუდგა. როგორც კი ცოტა ღრმად შეცურა, დიდმა ტალღამ მაშინვე გაიტაცა და შუაგულის ზღვისკენ გააქანა. რამდენიმე დღე ხალისით დაცურავდა პატარა გემი. მერე კი მობეზრდა. თან მშობლიური ნავსადგომიც მოენატრა. დაბრუნება მოუნდა. გაახსენდა, როგორ ხვდებოდნენ ადამიანები ყურეში შემოსულ გემებს და წარმოიდგინა, მასაც როგორი სიხარულით შეხვდებოდნენ. მაგრამ უცბად მიხვდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა დაბრუნებულიყო თავის ყურეში. შუქურა გაახსენდა, რომელიც გემებს გზის გაგნებაში ეხმარებოდა, მაგრამ ნავსადგომიდან იმდენად შორს იყო, რომ შუქურა აღარ ჩანდა. მოულოდნელად ცაზე ღრუბლებმა დაიწყო მოგროვება. ჩამობნელდა. ზღვა თითქოს გაბრაზდაო, ისე აიფოფრა და დიდი მღვრიე ტალღები წამოაგორა. ქარიშხალი ახლოვდებოდა. პატარა გემს შეეშინდა და დამეხმარეთო ძახილი დაიწყო. მაგრამ ირგვლივ თვალის მისაწვდენზე არავინ ჩანდა და მისი ხმაც არავის გაუკონია. მაშინ კი ინანა, რომ სწავლას სულ თავს არიდებდა და დარჩა კიდეც ისე, რომ აქამდე არაფერი უსწავლია. ახლა გზა რომ სცოდნოდა და ისიც ასეთ ამინდში რა უნდა გაეკეთებინა, ალბათ უკვე კარგახანია თავის მშობლიურ ყურეში იდგებოდა მშვიდად და ნაცნობ ტალღებზე ინებივრებდა. შორს რაღაცამ სუსტად გაანათა. პატარა გემმა გადაწყვიტა იქით გაეცურა და სასწრაფოდ აიღო გეზი სუსტი, მაგრამ იმედად გამონათებული შუქისკენ. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო ნათლად იკვეთებოდა გემის კონტურები. მალე გაარჩია კიდეც უზარმაზარი გემი, ტალღებს უშიშრად რომ მოაპობდა და მისკენ სწრაფად მოცურავდა. როგორც ჩანდა, გასაჭირში ჩავარდნილი პატარა გემი შეემჩნია და დასახმარებლად მოიჩქაროდა. დიდმა გემმა დაბნეული, შეშინებული, პატარა გვერდით ამოიყენა და ნავსადგომისკენ გაუძღვა. გზადაგზა რჩევებს აძლევდა, უყვებოდა, რაც ამ ზღვასა და გზებზე იცოდა. სხვაც ბევრი რამ ასწავლა. პატარა გემი მთელი გზა ყურადღებით უსმენდა. ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა და ყველაფერი კარგად დაეხსომებინა. მან უკვე გაიგო, როგორი შეცდომა დაუშვა. ცოდნის შეძენაზე რომ უარი თქვა და ახლა ყველაფრის სწავლა მოუნდა. სურვილი გაუჩნდა, თვითონაც შესძლებოდა თამამად ეცურა ზღვაში და უცნობ გზებზეც თავისუფლად ენავარდა. საჭიროების დროს კი სხვა გემებს თვითონაც დახმარებოდა. ნელ-ნელა ნავსადგომსაც მიუახლოვდნენ. ამასობაში ღრუბლები გადაიყარა, ზღვა დაწყნარდა, ცა ისევ ლურჯად მოისარკა და მზემაც გამოანათა. უცებ პატარა გემმა დაინახა, რომ ნავსადგურს უამრავ ადამიანს მოეყარა თავი.
ისინი გემებს ელოდებოდნენ. პატარა გემი მაშინვე კარგ განწყობაზე დადგა და სიამაყეც კი იგრძნო საკუთარი თავით. მართლაც ჰქონდა საამაყო მან ხომ ამ გზაზე იმდენი რამ დაძლია და იმდენი ისწავლა. ამის შემდეგ ჩვენი პატარა გემი ბევრს მოგზაურობდა და ყოველ ჯერზე ახალი რამეების ცოდნას იძენდა. მოგზაურობიდან დაბრუნებულს კი ადამიანებიც და სხვა გემებიც სიხარულით და სულ უფრო მეტი პატივისცემით ხვდებოდნენ. ასეთი იყო ეს ზღაპარი და ნამდვილად კარგად ჩანს, როგორი მნიშვნელოვანია სწავლის შეძენა ყველა საქმეში და იმედი მაქვს, რომ ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და რა თქმა უნდა მშობლების დახმარებით და არა ძალდატანებით, თუნდაც იმითი, რომ მივცეთ ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება, რომ ნახოს, რას მოუტანს ეს უცოდინრობა, აი მიუშვათ, გაუშვათ, რომ თვითონ დარწმუნდეს, რამდენად საჭიროა ცოდნის მიღება, გაფართოება თვალსაწიერის და მერე ერთხელ თუ გადაწყვიტა ეს ადამიანმა, რომ ეს ერთადერთი გზაა განვითარების, ზრდის, შემდეგ უკვე მთელი ცხოვრება ამ გზით ივლის და მე მგონი ეს ზღაპარი ძალიან სასარგებლო იქნება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და დააზიარეთ.